როგორ ვითარდებოდა მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფერო ბოლო 10 წლების განმავლობაში? რა პრობლემების წინაშე იდგა წლების წინ და რა მიღწევები აქვს დღეს ტელეკომ სექტორს? ამ საკითხებზე ვისაუბრეთ დღეს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელთან. კახა ბექაური იმედი ლაივში შეაჯამებს სფეროს განვითარების 10 წლიან პერიოდს. საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. დავიწყოთ საუბარი ტელეკომ სფეროთი და დავიწყოთ იმ 10 წლიანი პერსპექტივის შეფასებით, სად იყო საქართველო 10 წლის წინ და სად არის ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოკლედ მოგახსენებთ და სანამ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე გადავალ ამ 10 წლის განმავლობაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ განახორციელა, მანამდე როგორც ყველაფერში სტატისტიკა ამბობს ხოლმე, ყოველთვის სტატისტიკური მონაცემები ყველაზე კარგად მეტყველებს. მე მინდა გითხრათ, რომ სულ ძირითადად რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს გეტყვით, ესე იგი 10 წლის წინ ეგრეთ წოდებულ სახლის ინტერნეტს საქართველოს ოჯახების მთელი რაოდენობის მხოლოდ 42% მოიხმარდა. ანუ ხელმისაწვდომობა ჰქონდა ოჯახების მხოლოდ 42%-ს. დღესდღეობით ეს რიცხვი არის 97%. ანუ მთელი მოსახლეობის ოჯახების, მთელი საქართველოს ოჯახების რაოდენობის 97%-ისთვის სახლის ინტერნეტი ხელმისაწვდომია. მობილურ კომუნიკაციებში, მობილური ინტერნეტის მოხმარებელი იყო 1.800.000 აბონენტი, დღეს არის ეს რიცხვი 4.600.000 აბონენტს აქვს მობილურ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე შემოსავლების თვალსაზრისით მკვეთრი ცვლილებებია ბოლო 10 წლებში, 66% არის გაზრდილი მთლიანად ტელეკომ სფეროს შემოსავლები და დღეს ის დაახლოებით 1.8 მილიარდ შეადგენს. ასევე მაუწყებლობით ჩვენ იცით რომ თქვენ ორ სფეროს ზედამხედველობთ, ეს არის ტელეკომი და მაუწყებლობის სფერო, ასევე მაუწყებლობის ბაზარი, სარეკლამო ბაზარიც არის გაზრდილი ბოლო 10 წლებში. ზრდა არის 45% და 150 მილიონ ლარს შეადგენს დღესდღეობით ერთ წელიწადში, ანუ წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი. ასევე თქვენი ყურადღება და მაყურებლის ყურადღება მინდა შევაჩერო რამდენიმე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროექტზე. როგორც იყო მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგრეთ წოდებული ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე პროექტია და რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს პროექტი ეხლა ფაქტობრივად შუა ფაზაშია და 2027 წელს დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის საშუალებით უკვე ამ პროექტს აქვს დიდი წვლილი, რაც მოგახსენეთ რიცხვებში 97% ხელმისაწვდომობა, ანუ 42%-დან 97%-ზეა გაზრდილი, მათ შორის ინტერნეტიზაციის ამ მნიშვნელოვანი პროექტის დამსახურებითა. კომუნიკაციების კომისია ასევე ახორციელებს მხარდაჭერ პროგრამას, ეგრეთ წოდებულ ლოგინ ჯორჯია პროგრამას, რომელიც სოფლის და რაიონის მოსახლეობის რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ციფრული სერვისების მოხმარების თვალსაზრისით. და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე როდესაც 2027 წლისთვის ინტერნეტიზაციის პროგრამა მთლიანად დასრულდება, არა მარტო სრულად, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა იქნება ინტერნეტ სერვისების მთელ საქართველოში, არამედ ასე ვთქვათ, გაიზრდება კონკურენციაც, იმიტომ რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა მიექცემა არა მარტო ქსელის ოპერატორებს, რომელსაც გააჩნია ქსელური საკუთარი ინფრასტრუქტურა, არამედ მცირე და საშუალო ოპერატორებიც შეძლებენ ისარგებლონ ამ საერთო ინფრასტრუქტურით, რომლითაც ისინი საქართველოს მოსახლეობას ციფრულ სერვისებს მიაწოდებენ და ამით უკვე კონკურენციაში შევლენ დიდ ოპერატორებთან და კონკურენცია კი მოგეხსენებათ კონკურენციის ზრდა თავისთავად ხარისხსაც და ფასსაც, ანუ ხელმისაწვდომობის ზრდასაც უზრუნველყოფს. შესაბამისად მინდა აღვნიშნო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ამ 10 წლის განმავლობაში მობილურ კომუნიკაციებში 4G და 5G სერვისების დანერგვა მოხდა. და ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ რეგიონში, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ოპერატორის Starlink-ის შემოსვლა მოხდა ამ პერიოდში და ეს არა მარტო, ვთქვათ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, არამედ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ პრაქტიკულად საქართველოსია რეგიონში მხოლოდ წარმოდგენილი Starlink-ი. ამან ბუნებრივია ამ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, მათ შორის თქვენ ეთერშიც გავრცელდა და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარით მე-14 ადგილზე ვართ მსოფლიოში და ევროპაში ნამდვილად მიღწევა. კი, და ფაქტიურად ევროპის მხოლოდ 2 ქვეყანა გვისრებს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა და მე ვფიქრობ, რომ იგივე სახლის ინტერნეტის თვალსაზრისითაც
ანალოგიურ მაჩვენებლებს მალე მიაღწევს საქართველო. ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნო მომხმარებლებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა, ის პროექტებიც ბუნებრივია მომხმარებლისთვის იყო და მათთვის სერვისების გაუმჯობესებისთვის განხორციელებული, მაგრამ უშუალოდ ხარისხის კონტროლისთვის ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 2 თვის წინ პლატფორმა, ეგრეთ წოდებული შეამოწმე პლატფორმა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია სახლის ინტერნეტის ხარისხი გაზომოს და შეამოწმოს ის პირობები, რაც ოპერატორებს ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი მათ წინაშე და თუ ეს ირღვევა, მათ პირდაპირ ძალიან მარტივად ამავე პლატფორმიდან შეუძლია რომ საჩივარი გამოგზავნონ კომისიაში და კომისია მყისიერად რეაგირებს ამაზე და ახლა დავასრულეთ ასევე მეორე პროექტი, რომელიც ასევე ხარისხის გაუმჯობესებას ეხება და მისი მიზანი ხარისხის გაუმჯობესება, ეგრეთ წოდებული Wi-Fi COM.G, რომელიც ეგრეთ წოდებული მოდემების შესახებ, ასე ვთქვათ, მის ტექნიკური პარამეტრების შესახებ იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რამდენად ეს შესაბამისია იმ სერვისების, რასაც ოპერატორი აწვდის და შესაბამისად ხომ არ არის, ასე ვთქვათ, შეუსაბამო ის მოდემი, რომელიც ოპერატორმა განათავსა მომხმარებელთან იმ პაკეტთან, რომელიც ხელშეკრულებით აქვს ნაყიდი. და მე ვფიქრობ, რომ ეს ეხლა მე ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ჩამოვთვალეთ და ის სტატისტიკაც, რომელიც გითხარით, ცხადია, რომ ამის უკან ძალიან ბევრი პროექტი და ასე ვთქვათ, დიდი შრომაა ჩადებული კომისიის თითოეული თანამშრომლის და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, იმიტომ რომ 2 დღეში უფლებამოსილებას ვადა გადის, ვამთავრებ მუშაობას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ თანამშრომლებს, აპარატის თითოეულ თანამშრომლებს, ჩემს კოლეგებს, რომ არა მათი შრომა ასეთი შედეგები ცხადია, რომ ჩვენ კომისია ვერ მიაღწევდა ასეთ შედეგებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეიძლება ითქვას, რომ არის დადებული ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, მაგრამ საინტერესოა თქვენი ხედვა პერსპექტივაში. დღეს რა არის მთავარი გამოწვევა და რა მიმართულებით უნდა გაკეთდეს აქცენტი, ეს სამუშაო რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს? კი ბატონო, ჩვენ სულ ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი მუშაობის პერიოდში ყოველთვის ასეთი მიდგომა გქონდა, რომ როგორც ლაპარაკობდით, ასე ვთქვათ, შედეგებზე, ასევე ღიად ლაპარაკობდით გამოწვევებზე და იმაზე, რასაც ვერ ვაკეთებდით იმ მომენტში, რაც გადასაჭრელი იყო და ახაც მე ღიად მინდა გითხრათ, რომ მთავარ გამოწვევად რჩება ისევ და ისევ მაღალი ფასები საკომუნიკაციო სერვისებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თქვით, რომ ძალიან კარგი მიღწევები გვაქვს ხარისხში, აგერ აღვნიშნეთ მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვართ მობილური ინტერნეტის სიჩქარით. ჯერჯერობით მაინც გამოწვევა რჩება ფასების, ჩვენ ევროპულ ფასებთან შედარებით არ გვაქვს კარგი პოზიციები, თუმცა ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელიწადია მუშაობთ, ამ გამოწვევებს პასუხობთ. კერძოდ, როგორც სახლის ინტერნეტის ბაზარზე, ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ჩვენ უკვე მე-4 წელია საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე კვლევები ჩავატარეთ, გამოვავლინეთ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელიც არის მაგთიკომი და ეს ემსახურებოდა იმას, რომ შესაბამისად ჩვენ შემოგვეღო იმ ტიპის რეგულაციები ბაზარზე, რომელიც კონკურენციას გააუმჯობესებდა და ჩვენ შემოვიღეთ, ასე ვთქვათ, შესაბამისი რეგულაციები, კერძოდ რომელიც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორს მაგთიკომს ავალდებულებს, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გააზიაროს გონივრული ფასით სხვა მცირე და საშუალო ოპერატორებზე და მათაც მიცეს შესაძლებლობა შემოსვლის, ანუ მოიხსნას დარგში არსებული შემოსვლის ბარიერები, მათაც მიეცეთ მცირე და საშუალო ოპერატორებს ხელმისაწვდომობა, ასე ვთქვათ, ქსელის ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე, რომ მათ შეძლონ მოსახლეობისთვის ინტერნეტ სერვისების მიწოდება და ამით გავზარდოთ კონკურენცია და ხელი შეუწყოთ, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ხარისხის დას, რა თქმა უნდა, და ხელმისაწვდომობის გაზრდასაც, შესაბამისად ფასების კლებასაც. თუმცა ამ თვალსაზრისითაც, აღსრულების თვალსაზრისითაც გარკვეული გამოწვევები რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია, რეგულაციები შემოღებულია, ჯერჯერობით მაინც ასე ვთქვათ, ფასები არ არის გონივრული მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასი თავად დათვალოს. ეხლა ზუსტად ამ პროცესში ვარ და მე დარწმუნებული ვარ, რომ კომისია ამას მიიყვანს ბოლომდე, დაითვლის, ასე ვთქვათ, ფასს, რომლითაც მცირე და საშუალო ოპერატორებს შეეძლებათ არსებული ქსელის ოპერატორების ინფრასტრუქტურა, როგორც ასე ვთქვათ, მობილურ კომუნიკაციებში, ასევე სახლის ინტერნეტის
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას გააჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მოხსნის ბარიერებს, კიდევ უფრო გააუმჯობესებს კონკურენციას, რაც აისახება ცხადია ფასების კლებაში. პრინციპში ეს არის მოსახლეობის ინტერესი, რომ იყოს ხარისხი და იყოს ფასი, რა თქმა უნდა, დაბალი. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, უბრალოდ ამას გამოწვევას ვერ დავარქმევ, ეს უფრო არის შესაძლებლობა, მაგრამ დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ამის გამოყენება იქნება აუცილებელი მომავალში. კერძოდ ეს არის ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური ჰაბის პერსპექტივა საქართველოსაც, რომლის ძალიან დიდი პოტენციალი და პერსპექტივა გააჩნია საქართველოს, როგორც დღეს აზიის და ევროპის სატრანსპორტო დერეფანში აქვს გეოგრაფიული კონკურენტული უპირატესობა საქართველოს, ასევე აქვს ციფრული კავშირების, ციფრული ასე ვთქვათ, დერეფნების, აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების გზაჯვარედინზე ვართ ფაქტობრივად და ამიტომ ტექნოლოგიური ჰაბის, ანუ დიდი მონაცემთა ცენტრების გახსნის პერსპექტივა არის საქართველოში და ძალიან დიდი პოტენციალია იმის, რომ აქ ისეთი დიდი გიგანტები, როგორიც არის მაგალითად კომპანია Meta, Google, Netflix, Amazon, Microsoft მათი ასე ვთქვათ ისინი რომ შემოვიდნენ საქართველოში გააკეთონ მონაცემთა ცენტრები და ამით ასე ვთქვათ არა მარტო საქართველოსთვის ეს რეგიონისთვის უდიდესი პერსპექტივაა და ცხადია საქართველოსთვის ეს როგორც ეკონომიკურად, იმიტომ რომ მოიხსენებათ ეკონომიკა დღეს ეკონომიკის ყველა დარგი დღეს ტექნოლოგიურ დარგზე დგას, ფუნდამენტი ტექნოლოგია და ეს იქნება დიდი პერსპექტივა როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე დასაქმებისთვის. გადავიდეთ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს განსაკუთრებით აქტუალური თემა. პირველ რიგში ზოგადად ცოტა შორი ხედით რომ გაანალიზოთ ეს ბოლო 10 წლეული, საიდან დაიწყო განვითარება, ახლა სად ვართ და რა გზა გაიარა მაუწყებლობის, რა ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. კი ბატონო, მედია როგორც თქვი, მეორე სფეროა, დიდი სფერო და უმნიშვნელოვანესი ასევე ჩვენი ზედამხედველობის და მინდა გითხრათ დავიწყო იმით, რომ მართლაც 2012-ში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და უკვე 2013-ში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომლითაც ფაქტობრივად დაიწყო რევოლუციური ტრანსფორმაცია მედიის და რას გულისხმობდა ეს 2013-ში ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, იცით ანალოგურიდან ტელევიზიები და მედია სატელევიზიო მაუწყებლობა. მაგრამ ეს არ იყო მარტო ტექნოლოგიური გარღვევა და ტექნოლოგიური ცვლილება. ეს იყო გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გარღვევა და ცვლილება. კერძოდ ის, რომ ფაქტობრივად ჩვენ 2012 წლამდე მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებელი გვყავდა სულ და უკვე 2013-ის შემდეგ და დღეის მდგომარეობით 21 ეროვნული მაუწყებელი გვყავს და 100 სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონცეფციის ტელევიზია არის როგორც საინფორმაციო, ანუ საერთო მაუწყებლები, არის ასევე ნიშური არხები, სპეციალიზებული მაუწყებლები და ასე შემდეგ. ჯამში 100 მაუწყებელზე მეტია. რა მოხდა სინამდვილეში? მოხდა ის, რომ ფაქტობრივად შეზღუდვები, რომელიც არსებობდა და მანამდე ფაქტობრივად ლიცენზირებული იყო სფერო, მაგრამ არც ერთი ლიცენზია არ გაიცემოდა, პრაქტიკულად ვერ გახსნით ტელევიზიას, რომ მოგენდომებინათ, ტოტალურად, ანუ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. გაუქმდა ლიცენზირება ტელევიზიის, მოიხსნა ყველანაირი ბარიერი სფეროში შემოსვლის და ფაქტობრივად 10 დღეში, დღეს ნებისმიერ პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, მონდომების შემთხვევაში 10 დღეში შეუძლია გახსნას ტელევიზია ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შეზღუდვის გარეშე. ეს დაახლოებით ისეთი პროცედურაა, ნებისმიერი ადამიანი ალბათ ინტერნეტში ვებგვერდზე როდესაც შედის და ავტორიზაციას აკეთებს, თავისი მეილი შეყავს, პაროლი შეყავს და შემდეგ მეილი დასტური მოდის, აი ზუსტად ანალოგიურია. მარტივი ჩამონათვალია დოკუმენტების და ამ დოკუმენტების მოწოდების შემდეგ ფაქტობრივად მარტივი ავტორიზაციით ნებისმიერი პირი იღებს მაუწყებლობის უფლებას და შედეგით სახეზე გვაქვს დღეს ფაქტურად 21 ეროვნული მაუწყებელი და 100, ასე ვთქვათ, ტელევიზია, რომელიც ჩვენ ბაზარზე მაუწყებლობს და ეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, სრულიად გახსნით, კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს არავის. შეიძლება ასე ვთქვათ, თუ კი ვინმეს უნდა ხმა მიაწვდინოს აუდიტორიას, ეს საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას. კი ბატონო. და სხვათა შორის ამან მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კარგი ერთის მხრივ, ხომ, პლურალიზმია, ანუ ყველანაირი მოსაზრება ისმის, ყველანაირი, ასე ვთქვათ, აზრს აქვს გამოხატვის შესაძლებლობა და საშუალება, მაგრამ ამან მოიტანა მეორე გამოწვევა, ფაქტობრივად, იმიტომ რომ
უკვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების თუ ასე შემდეგ საკუთარი მსოფლმხედველობის გზავნილების მიტანის პროპაგანდის ასე ვთქვათ გააჩინა ამას შესაძლებლობა და ბუნებრივია რომ უკვე მომრავლდა დეზინფორმაცია, მომრავლდა ყალბი ამბები და უკვე ძნელი გახდა ასე ვთქვათ ნავიგაცია მოსახლეობისთვის ამ დიდ საინფორმაციო ველში რომ არ მოტყულდეს, გაარჩიოს ნამდვილი მოგონილისგან და ეს გლობალური გამოწვევაა. თუმცა ეს გლობალური გამოწვევა ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტო ამის შედეგი, ეს რა თქმა უნდა გლობალური გამოწვევა და ძირითადად ეს მაინც სოციმედიის განვითარებამ გამოიწვია და მარტო ჩვენ არ ვდგავართ ამ გამოწვევის წინაშე, მთელი მსოფლიო დგას. თუმცა კლასიკურ მედიაში ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის პრობლემა ევროპას არ აქვს, ეს დიდი ხანია მოაგვარეს უკვე რეგულაციებით, რაზეც ჩვენც უპასუხეთ ამას და აღნიშნავ ახლა, თუმცა მათთანაც რჩება სოციმედიაში, ასე ვთქვათ, გამოწვევა ყალბი და მოგონილი ინფორმაციის, მაგრამ კლასიკურ მედიაში, ტელევიზიებში მათთან ეს პრობლემა არ არის. და შესაბამისად, ჩვენც ბუნებრივია რომ ამ გამოწვევებს ჯერ უპასუხეთ მედია წიგნიერებით, მედია წიგნიერება ისევე როგორც ევროპაში ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით ასე ვთქვათ, გადაიჭრას და გაუმკლავდეს საზოგადოება დეზინფორმაციას და ყალბ ინფორმაციას, თუმცა ეს ბოლომდე ეფექტური არ არის. შესაბამისად, აქაც სახელმწიფომ და ამ შემთხვევაში კომისიამ და პარლამენტმა უპასუხეს ამ გამოწვევას და უკვე 9 თვის წინ მიღებული იქნა კანონი, რომლითაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც უკვე გარკვეული შინაარსის რეგულირება ხდება. აი ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ, ანუ რა გავლენა უნდა მოახდინოს კანონმდებლობამ, საინტერესოა ამ თვალსაზრისით, როგორც ტელევიზიებზე, ასევე ზოგადად აუდიტორიაზე და მოსახლეობაზე, იმიტომ რომ იყო გარკვეული კრიტიკაც და ამაზე შემდგომ ჩაგეკითხებით, მაგრამ უფრო რომ განმარტოთ კანონის არსი, როგორ იცავს მომხმარებელს და როგორ იცავს ამავდროულად მედიის თავისუფლებას. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ ერთი რამე მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ეს ცვლილებები შინაარსის რეგულირების, რომელიც შევიდა 9 თვის წინ კანონში, არც მედიისთვის, არც ჟურნალისტებისთვის ახალი არ არის. ამ პრინციპების დაცვა, რომელსაც დღეს ითხოვს, რომ კანონი ითხოვს, რომ უნდა მოხდეს მედია საშუალებებმა და ჟურნალისტებმა დაიცვან, ეს ჩვეულებრივი ნებისმიერი მედია საშუალების ტელევიზიის სარედაქციო კოდექსი ამას ეფუძნება. რა არის ეს? ეს არის სამი მთავარი მდგენელი სარედაქციო პოლიტიკის და ამ შემთხვევაში კანონშიც იგივე შინაარსის რეგულირება ხდება. ამ შინაარსის სამი მთავარი მდგენელი აქვს. ეს არის ფაქტის სიზუსტე, არ უნდა მოხდეს ფაქტის დამახინჯება, ეს გახდა რეგულირების საგანი. მეორე, ეს არის მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვლენების გაშუქება და ამბების გავრცელება და მიწოდება საზოგადოებისთვის, მაყურებლისთვის, მსმენელისთვის და მესამე, ეს არის პასუხისუფლება. ანუ ის დაინტერესებული პირები, ვის მიმართაც გავრცელდა, ან ვისაც ეხება არსებული ინფორმაცია, მათ უნდა ქონდეს პასუხისუფლება. აი ეს სამი საკითხია, შინაარსის საკითხია, რომელიც რეგულირებაში გადავიდა. თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ნებისმიერი ჟურნალისტისთვის აპრიორი ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე და მის სარედაქციო კოდექსიდან წერია და იცის მან, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს. იცის მან, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა. და ასევე თუ საკითხი ან ამბავი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს კონდეს უნდა, ასე ვთქვათ, პასუხის გაცემის უფლება. კიდევ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ ის რა საკითხებიც რეგულირებაში გადავიდა 9 თვის წინ, ეს საკითხები ქცევის კოდექსში დიდი ხანია კანონმდებლობაში იყო. 2009 წლიდან ქცევის კოდექსის სახით ის კანონია. ანუ სავალდებულო იყო მედია საშუალებების და ჟურნალისტებისთვის იმის დაცვა. უბრალოდ საკითხი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო იყო მისი ასე ვთქვათ, დაცვა, მისი დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულების ორგანოში. ანუ არსებობდა თვითრეგულების ორგანოზე, ანუ გამოდიოდა ერთგვარი ასეთი რამ, რომ თითქოს ის, ვინც დაარღვია, მას ის თვითონვე განსჯიდა, თვითონვე განიხილავდა ამ დარღვევას. ანუ არ იყო ეს პროცესი ეფექტური. არ იყო ეს პროცესი ეფექტიანი, დიახ და ვერც იქნებოდა ეფექტიანი და ამიტომაც
ჩვენ წავედით ისე როგორც წავიდა ევროპის ბევრი ქვეყანა და მინდა გითხრათ რომ ეს მაშინაც ის ეთიკის ქცევის კოდექსი და ზუსტად იდენტურია ფაქტობრივად ის გახდა კანონი, ანუ ის გადმოვიდა ეხლა რეგულირებაში, ეს არის ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი და ბრიტანული კანონმდებლობა კიდე საფუძველია ყველა ევროპული ქვეყნის კანონმდებლობის ამ მიმართულებით და ამიტომ აქ განსხვავებული არაფერი არ ხდება, რაც ევროპაში უკვე არათუ მოქმედებს, არამედ დიდი ხნის ისტორია აქვს და კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. ამ არგუმენტების მიუხედავად დიდი კრიტიკა შეხვდა არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ კომისიის მიმართაც გამოიწვა საყვედურობა. საინტერესოა კრიტიკოსების мотиваცია, მათი პრეტენზიების მიღმა რა დგას თქვენი აზრით თუ შეაფასებთ? მე მაინც ალბათ ძალიან სიღრმეში არ შევა, თუმცა ზოგადად მაინც გავცემ ამ თქვენ კითხვის პასუხს, იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა სპეკულაციებში შევიდე და თითოეულ ამ ასე ვთქვათ არასწორ და არასამართლიან κρიტიკას პასუხი გავცე, თუმცა ზოგადი სურათი რომ დავინახოთ ასეთია რომ რა თქმა უნდა არასამართლიანია ეს კრიტიკა, საერთოდ სიმართლესთან და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს არანაირი და მეცაც გეტყვით მე ის ვინც ამას 9 თვის წინ აკრიტიკებდა და ჩვენ გვაკრიტიკებდა პარლამენტს აკრიტიკებდა ამის გამო ჩვენ უკვე როგორც იცით თქვენ ეს აღსრულების პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ მაშინვე კანონის აღსრულება დავიწყეთ და დღეს მიმდინარე პროცესში აღსრულების და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს გაგრძელდება კიდევ უფრო ეფექტიანად. უკვე 11 საჩივარი იქნა განხილული, 3 მიმდინარეა აქედან და მინდა გითხრათ რომ ნახევარი დაახლოებით არის შემოტანილი საჩივრები მათი მხრიდან, ვინც ამ კანონს აკრიტიკებდა რომ ცუდიაო. ანუ და თავად სარგებლობს ახლა ამ კანონის სიკეთით და გაასაჩივრეს საკითხები თავად. ამიტომ ეს ერთი ისიც მეტყველებს იმაზე რომ ფაქტობრივად უსაგნო კრიტიკა იყო და არასწორი კრიტიკა იყო და თავად აღიარებენ ეხლა რომ ეს კანონი კარგია, იმიტომ რომ ამ კანონის სიკეთით დაიწყეს სარგებლობა. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ამ კანონის მიღებამდეც მინდა აქაც აი რაღაც რამდენიმე სტატისტიკური ის გითხრათ და თავად მეტი სიღრმეში აღარ შევალ, იმიტომ რომ თავად მაყურებელი დარწმუნდება ჩვენი კრიტიკის აბსურდულობაში, როდესაც საერთოდ არ იყო შინაარსობის რეგულირების საკითხები, თუმცა იყო რეგულირების საკითხები, ჩვენ ვარეგულირებდით ასე ვთქვათ სარეკლამო საკითხებს, ესე ვთქვათ product placements, ხო, პროდუქტის განთავსებს, ხო, არასრულწლოვნების და ასე შემდეგ და სულ იყო ჩვენი კრიტიკა რომ რაღაც კომუნიკაციების კომისია რაღაც მედიის სადამსჯელო ორგანოა და მე მინდა ბოლო 5 წლის მარტივი სტატისტიკა გითხრათ სანქცირებების მედია საშუალებების. მე ხა იმედზე ვარ და ამიტომ ესე იგი იმედით დავიწყებ. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმედს 6 წერილობითი გაფრთხილება და 5 ფინანსური ჯარიმა ჰქონდა სულ და ეს ფინანსური ჯარიმები როგორც წესი არის მინიმალური 2500 ლარის ოდენობით. ტევ პირველს 6 წერილობითი გაფრთხილება და 1 ფინანსური ჯარიმა სულ. თავარახს 6 წერილობითი გაფრთხილება და 5 ფინანსური ჯარიმა. რუსთავიოს 4 წერილობითი გაფრთხილება, 4 ჯარიმა. ფორმულას 8 წერილობითი გაფრთხილება, 2 ფინანსური ჯარიმა. პოსტივის 2 წერილობითი გაფრთხილება. ანუ ეს არის ძირითადი ტელევიზიები, პირველი 7-8 ტელევიზია და ეს არის სრული რიცხვი ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ საპირისპირო სურათს ხედავდით ხოლმე, იმიტომ რომ ციფრები ყოველთვის ყველაფერს ამბობენ, მაგრამ ის ქაოსი რაც იყო შექმნილი და თითქოს ტელევიზიები მასობრივად სანქცირდებიან დახურვის პირასარი და ასე შემდეგ, ყველა განხილვის დროს ალბათ მაყურებელსაც ახსოვს, ხო, რომ მთელი ეს ისტერია იყო კონკრეტული მედიების მხრიდან, რომ ისინი სანქცირდებიან, ზეწოლის ქვეშ არიან და მათი გამოხატვის თავისუფლება იზრდება. სინამდვილეში არის ჭიქაშკა არიშხალი როგორც გაფრთხილება არის, უბრალოდ გაფრთხილება და ეს მეტი არაფერი და ფინანსური ჯარიმაც, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ფაქტურად ყველაზე მეტად ვინცაა დაჯარიმებული, ხშირად წელიწადში ერთხელ უწევდა 2500 ლარის ოდენობით და შემდგომ ის მსგავს დარღვევას არ ჩადიოდა და მაგით თავდებოდა, სორდებოდა ეს. ამიტომ ანუ ჭიქაშკა არიშხალი იყო. აი საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები რას მოუტანს მედიის სფეროს, როგორ შეცვლის თლიანად ამ სექტორს, ეს არის მნიშვნელოვანი და თავად კომპანიებსაც რა მოლოდინი უნდა ქონდეთ მედიებსაც, აი როგორ მიმდინარეობს ეს მუშაობის პროცესი, ან ის კრიტიკა, რაზეც ვისაუბრეთ, ცალკე თემაა, მაგრამ ამოქმედდა თუ არა ეს რეგულაციები და არის თუ არა ჯანსაღი ეს. მინდა გითხრათ რომ კი ბატონო, მინდა გითხრათ რომ სრულად ამოქმედდა ეს რეგულაციები. აი როგორც მოგახსენეთ უკვე 11 საჩივარი ქონდა 3 მიმდინარეა. ჩვენ ასევე აქტიურად ჩვენ დავიწყეთ უკვე მონიტორინგი, არა მარტო საჩივაროს ველოდებით, არამედ დაწყებული გვაქვს უკვე მონიტორინგი და ვაკვირდებით ამ შინაარსობრივ დარღვევებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მედია საშუალებებში. ცხადია რომ ეს შერჩევით, ასე ვთქვათ, გარკვეული გეგმა გვაქვს, მუდმივი მონიტორინგი არ ხდება და მონიტორინგის გარკვეული გეგმა არსებობს.
და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, და გარწმუნებთ, რომ ამის შედეგი ჯერ ის რომ ჩვენ მთელ ამ პერიოდში ასე ვთქვათ ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ არა მარტო ამ кейსებით ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ბრიტანული ოფკომის პრაქტიკა, გაარჩია ჩვენმა აპარატმა ყველა ის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ кейსი, რომელიც მსგავსი ტიპის შინაარსობრივ დარღვევებს ეხებოდა და ოფკომს აქვს გადაწყვეტილებები მიღებული, ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს კომისია და მთელი მისი აპარატი კომპეტენციით სრულიად მზად არის და აქამდეც იყო და უკვე რეალურად ახორციელებს ასე ვთქვათ ამ კანონის აღსრულებას და ჩემი რწმენა და იმედიც არის ის, რომ და ჩვენ ყველა სულ მალე ვნახავთ იმას, რომ და მე ამის მჯერა ნამდვილად, რომ გარკვეული რამდენიმე თვე დაჭირდება მხოლოდ და მაყურებელი ამას ძალიან მალე შეამჩნევს, რომ დეზინფორმაციის დოზა, ყალბი ინფორმაციის დოზა, ასე ვთქვათ, ფაქტზე დაფუძნებული ამბები, ასე ვთქვათ, ფაქტის გამიჯნა მოსაზრებისგან ეს ყველაფერი ძალიან მალე მედია სივრცეში ჩაანაცვლებს დეზინფორმაციას და ყალბი ამბების გავრცელებას. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ქაური იყო ჩვენი სტუმარი, ვემშვიდობებით მას. მშვიდობებით წარმატებას გისურვებთ.